მანამ სანამ უშუალოდ HTML-ის შესწავლას დავიწყებთ, აუცილებელია ჩვენს ტექსტურ რედაქტორში დავაინსტალიროთ ეგრეთ წოდებული დამატება, ან ინგლისურად extension-ი, სახელად live server-ი, რომელიც development-ის პროცესს ბევრად გაგვიმარტივებს. ამისთვის საჭიროა გავხსნათ ჩვენს ტექსტურ რედაქტორში მოცემული ჩანართი. საძიებო ველში ჩავწეროთ live server-ი, შემდეგ დავდგეთ პირველივე რეზულტატზე და დავაკლიკოთ install Relax. მას შემდეგ რაც დამატება წარმატებით დაინსტალირდება, ჩვენ გვიჩნდება კიდევ ერთი დამატებითი ხელსაწყო, რომელიც development-ს ბევრად გაგვიმარტივებს. ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ HTML ენაზე და ვეცდებით ავაწყოთ ჩვენი პირველი უმარტივესი ვებგვერდი. HTML ენა გამოგონებული იქნა ბრიტანელი მეცნიერის Tim Berners-Lee's მიერ 1991 წელს. ენამ მას შემდეგ მრავალი მოდიფიკაცია განიცადა და ჩვენამდე 7 ძირითადი ვერსია არსებობდა. თითოეულ ვერსიაში ენას ემატებოდა და აკლდებოდა სხვადასხვა თვისებები. ჩვენი კურსის ფარგლებში შევისწავლეთ HTML5 ვერსიის ენას, რომელიც დღესდღეობით ენის უახლესი ვერსიაა. Visual Studio Code-ში დავდგეთ index.html ფაილზე, წავშალოთ ჩაწერილი ტექსტი და ჩავწეროთ შემდეგი დეკლარაცია: ნაკლებობის ნიშანი, ძახილის ნიშანი, doctype ლათინურად მაღალი რეგისტრის ასოებით, გამოტოვება, HTML-ი და მეტობის ნიშანი. მოცემული დეკლარაციით ბრაუზერებს ვეუბნებით, რომ ჩვენი HTML დოკუმენტი დაწერილი იქნება HTML5-ის სინტაქსით. HTML ენა შედგება თეგებით, რომლებიც საერთო ჯამში ქმნიან ვებგვერდის სტრუქტურას. სანამ კოდის წერაზე გადავალთ, აუცილებელია გავარჩიოთ, თუ რა არის თეგი და როგორ იწერება. HTML დოკუმენტი შედგება HTML ელემენტებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ ბლოკებს დოკუმენტში. ფოტოზე გამოსახულია HTML ელემენტი, რომელიც შედგება გახსნის თეგისგან, ელემენტის შიგთავსისგან, ეგრეთ წოდებული კონტენტისგან და დახურვის თეგისგან. HTML თეგებს აქვთ შემდეგი სინტაქსი: ნაკლებობის ნიშანი, თეგის სახელი, მეტობის ნიშანი, შემდეგ უშუალოდ კონტენტი, შემდეგ ნაკლებობის ნიშანი, მარჯვნივ დახრილი ხაზი, ისევ თეგის სახელი და მეტობის ნიშანი. მარტივად რომ ვთქვათ, თეგის შექმნისთვის საჭიროა მისი გახსნა და დახურვა. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს თვითდახურვადი თეგები. გავს თეგებს არ გააჩნიათ კონტენტი. მსგავსი ტიპის თეგებს კურსის მიმდინარეობისას არაერთ შევხვდებით და გავიცნობთ. HTML დოკუმენტის პირველ ხაზზე ჩვენ ჩავწერეთ დეკლარაცია, რომელიც ამცნობს ბრაუზერებს, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს დავწერთ HTML5 ენაზე. თავად HTML დოკუმენტი აუცილებელია მოქცეული იყოს HTML თეგებს შორის. როგორც ნახეთ, ჩვენი ტექსტური რედაქტორი ავტომატურად ამატებს დახურვის თეგს, რაც ბევრად გაგვიადვილებს კოდის წერის პროცესს. HTML თეგის გახსნასა და დახურვას შორის ჩვენ შემდეგ უნდა ჩავწეროთ ახალი head თეგი, რომლის შიგთავსიც უნდა შეიცავდეს ვებგვერდის ეგრეთ წოდებულ მეტაინფორმაციას, ანუ metadata-ს. მოცემულ თეგში ჩაწერილი ინფორმაცია და თეგები ვიზუალურად დოკუმენტში არ გამოისახება. head თეგში იწერება დოკუმენტის სათაური, სტილები და კიდევ უამრავი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კურსის მიმდინარეობისას აუცილებლად გავივლით. head თეგის გახსნასა და დახურვას შორის ჩავწეროთ კიდევ ერთი თეგი, title, რომლის შიგთავსში ჩავწერთ my websites, შევინახოთ დოკუმენტი command plus s-ით, ღილაკების კომბინაციით, ან Windows-ზე Control-ს და S დავაწვეთ. გადავიდეთ ბრაუზერში და განვაახლოთ. ბრაუზერის განახლება შესაძლებელია მოცემული ღილაკით, ან ღილაკების კომბინაციით command plus R-ი Mac-ზე, ხოლო Windows-ზე ან Linux-ზე Control plus R ღილაკებით. როგორც ხედავთ, ჩვენი დოკუმენტი ისევ ცარიელია, მაგრამ თუ დავაკვირდებით ბრაუზერის ჩანართს, დავინახავთ, რომ title ტექსტში ჩაწერილი ინფორმაცია my website გამოისახება თქვენ ბრაუზერის ჩანართზე. ვებგვერდის ნებისმიერი ხილული ნაწილი აუცილებელია ჩაიწეროს body ტექსტში. body ტეგის გახსნასა და დახურვას შორის ჩავწეროთ შემდეგი თეგი h1 my title, ხოლო h1 თეგის დაბლა ასევე ჩავწეროთ ახალი პარაგრაფის თეგი, რომელშიც შეგვიძლია ჩავწეროთ უბრალოდ ლორემ, დავაჭიროთ tab ღილაკს და ჩვენი Visual Studio Code ავტომატურად დაგვიგენერირებს უაზრო ტექსტს, რომელიც development-ის პროცესში გამოგვადგება შაბლონად. რა თქმა უნდა, ამ ტექსტის შეცვლა თავად შეგიძლიათ სრულისამებრ. მაგალითად, შეგიძლიათ ჩაწეროთ რაიმე სტატია და ნებისმიერი სასურველი ტექსტი. თუ ბრაუზერზე გადავალთ და განვაახლებთ, დავინახავთ, რომ გამოისახება my title დიდი ზომის ტექსტით, ხოლო მის ქვემოთ გამოისახება ჩვენი პარაგრაფი, რომელშიც შემთხვევითად გენერირებული ტექსტია მოცემული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნით პირველი უმარტივესი ვებგვერდი.